გახდა საჭიროება იმისა, რათა გამკაცრდეს პოლიტიკა, როგორც ნარკორეალიზატორების, შემომტანების, გადამზიდებების, დამამზადებელის მიმართ, ასევე გამკაცრდეს და სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს ეს ცენტრები, რომელიც ერთიან სახელმწიფო პროგრამას დაარეგულირებს. როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამა არის ორი სახით, ეს არის ჩანაცვლებით თერაპია მეთადონით და ბუპრენორფინით. ბუპრენორფინით სულ რამოდენიმე ათეული ადამიანია, ხოლო კერძო პროგრამა გულისხმობს ჩანაცვლებით თერაპიას მხოლოდ ბუპრენორფინით. ყველა ეს პროგრამა მოექცევა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. და ამავე დროს ჩვენ ამ პირველი კანონის გარდა, რომელიც ბატონმა ლადო ბრძანა, ვიხილავთ კიდევ ორ კანონს, რომლის აუცილებლობა და საჭიროება არის, რათა სპეციალურ ლიცენზიას და ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ანტიდეპრესანტების ჯგუფის მედიკამენტების იმპორტს განახორციელებს ხოლო სახელმწიფო. ჩვენ არ ვერჩით, ეს უნდა ვთქვათ, ნარკომომხმარებელს. ჩვენი მიზანია რომ დაუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება გაამწვავოს მეტად პრობლემა და ამაზე უფრო მეტად მოითბოს ხელი. აი ამაშია პრინციპული სხვაობა და მე მინდა რომ ეს საზოგადოებამ კარგად გაიგოს. ამიტომაც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრის პირველივე გამოსვლისას, მათ შორის აი ამ ინტერესთა დაუბალანსებლობაზე და მათ შორის იმპორტზე, როდესაც საუბარი დადგა, აი ამ სამწუხარო რეალობაზე, როდესაც ეს შესაძლებლობა გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში ისე, რომ ეს ეწინააღმდეგება პრაქტიკულად საზოგადოების ინტერესს.